მოგესალმებით პოლონეთში ქართული ცნობების მაყურებელს. მე ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები პოზნანში, პოლონეთში. ბოლო 3 დღის განმავლობაში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე თემაზე ინოვაციური მიდგომები ქირურგიაში და ხელოვნური ინტელექტის როლი ასევე. მე გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქირურგი, ონკოლოგი, მეცნიერი არჩილ ალადაშვილი. ამჟამად ვიმყოფებით ქალაქ პოზნანში, პოლონეთში, ეკოსტის დაფინანსებით და მოწვევით, პირადად პროფესორ კაროლ პოლონის მოწვევით, ქართული დელეგაცია 4 კაცის შემადგენლობით. კონფერენცია მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში. 3 დღის განმავლობაში გავეცანეთ მსოფლიოში ახალ მიღწევებს და ახლობით 20 მოხსენებელი იყო. ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ტარდებოდა ეს კონფერენცია. არა მარტო პოლონელი, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იმყოფებოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ჩვენს განვითარებას, ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა ჩვენ საქართველოში ჩავიტანთ, დავავრცელებთ ჩვენს კოლეგებში, მეგობრებში, პაციენტებში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფეხიაობათ თანამედროვე მიღწევებს მედიცინაში. საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავს კონფერენციებსა და ვორქშოპებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ჩვენ არ ჩამოვჭეთ სოფლიოში, თანამედროვე სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საბოლოო ჯამში გულისხმობს პაციენტების უკეთეს მკურნალობას და თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რადგან ეს სამდღიანი კონფერენცია ტარდებოდა. კონფერენცია დაიწყო 27 რიცხვში, დასრულდა დღეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების წარმოება და საქართველოში იმედია, რომ შევძლებთ ჩვენ ამ ახალი მეთოდების დანერგვას. ხელოვნური ინტელექტი როგორც ყველა სფეროში, ისევე მედიცინაში ძალიან უკვე ფართოდ დაინერგა. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენ ქირურგები ვართ, ონკოლოგიაში ვმუშაობთ, ზოგადად ქირურგიაში ვმუშაობთ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამას ამ პაციენტის სწორად მართვის დაგეგმაში. ეს ძალიან კლინიკისტები, რა თქმა უნდა, ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეგვიძლია, რომ უფრო მეტად განსაზღვროთ პაციენტს ესაჭიროება და შესაბამისად უფრო კარგად და უფრო ეფექტურად ვუმკურნალოთ მათ. პოლონელი კოლეგები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. დაახლოებით ისევე როგორც ქართული სტუმართმასპინძლობა არის, და ოფიციალური ნაწილისა, ასევე იყო კულტურული ღონისძიებები, სხვადასხვა სახის, გავეცანით უფრო მეტად პოლონურ კულტურას და იმედია, რომ მომავალში ქართულ-პოლონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამედიცინო საზოგადოების განვითარებაში და არა მარტო სამედიცინო, ზოგადად ქართულ-პოლონური ურთიერთობებისთვის. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქიმაძე და ახალგაზრდა ქირურგები ზურაბ ბარჯაძე და თორნიკე ალადაშვილი. ქართველი ექიმების და მეცნიერებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კონფერენციაში მონაწილეობა მოხერხდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მე გახლავართ ლევან ქიმაძე, New Vision საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მცხეთის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამჟამად ვიმყოფებით პოლონეთში, ქალაქ პოზნანში საერთაშორისო ევროპულ კონფერენციაზე, მისივე მხარდაჭერით და დაფინანსებით. კონფერენცია ეხებოდა ინოვაციებს ქირურგიაში, ონკოქირურგიაში და მედიცინის სხვა სფეროებში. იგულისხმება AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ონკოქირურგიაში. ამ კონფერენციის მიზანია მოხდეს, ესე იგი, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ინფორმაციის გაცვლა, რაც დაგვეხმარება ჩვენ ქართველ ქირურგებს, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ საქართველოში ყოველდღიურ საქმიანობასა და პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საკმაოდ სწრაფად, ასე ვთქვათ, იჭრება მედიცინაში, ისევე როგორც სხვა სფეროებშიც ალბათ ხელოვნური ინტელექტი, რაც გაცილებით უფრო ამარტივებს, გაცილებით უფრო მეტ სიზუსტეს ძენს ჩვენ სფეროს, ონკოქირურგიას, ზოგად ქირურგიას და აადვილებს დიაგნოსტირებას და დიაგნოსტიკური მიმართულებით მეტ სიზუსტეს ძენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, ამ კონფერენციაზე იქნა ხაზგასმული, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალში არ ჩაანაცვლებს ექიმს, არამედ
მას დაეხმარება როგორც ინსტრუმენტი პაციენტების დიაგნოსტირებასა და სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებასა მკურნალობაში. მე ვარ ექიმი რეზიდენტი თორნიკე ალადაშვილი თოფურიას კლინიკიდან. ჩვენ ვიყოფებით პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, სადაც ტარდება კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თანამედროვე ქირურგიაში. მესამე დღეა მიმდინარეობს ეს კონფერენცია და ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ და მივიღეთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და ჩვენ ამას გამოვიყენებთ ავადმყოფების უკეთესი მკურნალობისთვის. ჩვენთვის ახალგაზრდა ექიმებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, რადგან ეს ზრდის ჩვენი პროფესიული განვითარების დონეს.